თბილისში ჭავჭავაძის გამზირზე ღამით მკვლელობა მოხდა. მოყოლია 58 წლის მამაკაცი, მისი ცხადარი ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში გადაასვენეს. 50 წლამდე დაჭრილი მამაკაცი კი, რომელიც მოყოლს თან ახლდა, კლინიკაში ამოთავსებული. თვითმხილველები ყვებიან, რომ ადგილზე 9 გასტროლის ხმა გაიგეს, თუმცა მათივე თქმით მკვლელი არ დაუნახავთ. მოყოლის ნათესაობი კი პირველ არხთან საუბარში ამბობენ, რომ მამაკაცი ვაკაში ახლობლის პანაშვიდზე იმყოფებოდა. მათივე თქმით მოყოლს ბიზნესი მოსკოვში ჰქონდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 100-მერვე მკვლელობის და 236 ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა შენახვა ტარების მუხლებით დაიწყო. Ჩვეულებრივად მუშაობდით ჩვენ და რამდენიმე წამში მუშაობის მერე ისმის ხმები 1 2 3 4 5 6 დაახლოებით 9 ხმა იყო რა, სროლის ხმა იყო. და შუშა გაიბზარა თუ არა, მეც შუშასთან ვიდექი და ეგრევე დავაწვინე ყველა და შესაბამისად მოახდინე რეაგირება და ჩავიყვანე დაბლა ყველა. მე აღმოჩნდა, რომ ერთი ადამიანი დაიჭრა და მეორე საერთოდ გარდაიცვალა ზებრაზე. მეორე დაჭრილი იქ სკამი არის და ერთი ადამიანი იყო მაგასთან და ფეხი შეუხვია. როგორც ლოგიკურად რო ვიმშევლოთ, დაახლოებით იმან რო ისროლა, აქაც გამოვარდა ტყვია, როგორც დომინოში მოხვდა ეხა ის ტყვია. იმასაც შემთხვევით მოხვდა და მე გადაუჭერეს ფეხზე რაღაცა, შესაბამისად დაეხმარნენ რა. არაჩვეულებრივი ადამიანი და პიროვნება. რა პრობლემა დაპირისპირება ბიზნესთან? არაფერი, აბსოლუტურად. ბიზნესი სად ქონდა ქალბატონი? მოსკოვში და სხვა ქვეყნებში, აქ არა. ვაკეში ოფისი ქონდა რამე? ამ ტერიტორიაზე რა მომხდარა? პანაშვიდზე. როგორც ვიცი. მეტი არაფერი არ მკითხოთ რა ძალიან გქონდა.